მოგესალმებით მეგობრებო, ინტეგრას პოდკასტიდან. ნიაძერია გახლავართ ტრადიციულად და დღესაც ტრადიციულად ძალიან საინტერესო სტუმარი უნდა წარგიდგინოთ. ქალბატონი დინა ანთელავა, ბავშვთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და ასევე ძალიან საინტერესო თემით მოსვლისთვის, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველასთვის ცხადია საინტერესო იქნება, მაგრამ განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებსაც რაღაცნაირად სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ უფრო მეტად ურთიერთობა საკუთარ შვილებთან. დღეს უნდა ვისაუბროთ ზუსტად კომუნიკაციის ფორმაზე. თუ არ ვცდები, მშობლებსა და ბავშვებს შორის და კონკრეტულ ერთ მეთოდზე, რითიც ხდება ამ კომუნიკაციის გაჯანსაღება და გაუმჯობესება, ხო ასეა და ეს არის დაკვირვება, თამაში და ყველაფერი, რასაც ეს ყველაფერი მოიცავს. კი. მშობლის და ბავშვის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყალიბდება დაბადებისთანავე და ვითარდება მთელი ცხოვრების განმავლობაში შემდგომში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი არის ზუსტად ბავშვობა, ადრეული ბავშვობა, როდესაც ბავშვი სწავლობს საერთოდ, ყალიბდება როგორც პიროვნება, ბავშვს უყალიბდება მისი მიდგომა სამყაროს მიმართ, მისი ხედვა, ყალიბდება ასევე მიჯაჭვულობა, რომელიც შეიძლება იყოს ჯანსაღი და არაჯანსაღი. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. და მშობელი როგორც წესი დაბადებიდანვე, ისეთი პასუხისმგებლიანი მშობლები, განსაკუთრებით ვისაც პირველი შვილი ყავს, ხო, ძალიან ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე ასწავლოთ ბავშვს მაქსიმალურად ყველაფერი, ხო, ეს ადრეული განვითარება, ენების სწავლა, არ ვიცი, 3 წლის ასაკიდან, სხვადასხვა სპორტზე სიარული და რა თქმა უნდა ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ბავშვისთვის, რაც მშობელმა შეიძლება მისცეს ბავშვს. და მთავარი არის ზუსტად ის განცდა, რომ ბავშვის განცდა, რომ ის არის მნიშვნელოვანი, ის არის დანახული მშობლების მიერ და მშობელს შეუძლია რომ მოусმინოს, მშობელს შეუძლია რომ მიიღოს მისი ნებისმიერი ემოცია და ნებისმიერი რეაქცია და აი ზუსტად ეს აყალიბებს ბავშვის ეგოს, ბავშვის შინაგან სიძლიერეს და შემდგომში უკვე მომავალში სწავლაც და ყველაფერი ეგეთი ბავშვისთვის ბევრად უფრო ადვილია. რაც შეეხება იმ მეთოდს, ხო, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ საუბარს. ეს არის ინგლისურად ამას ქვია watch my play, ან რაც ნიშნავს შეხედე როგორ ვთამაშობ, ხო? ალბათ ეგრე შეიძლება გადავთარგმნოთ. და ეს არის დამხმარე მეთოდი მშობლებისთვის ან ბავშვის ზრუნველ ხალხზე, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს ასევე ბავშვთა სახლებში, ან საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და რომელიც მოიცავს უბრალოდ თამაშს ბავშვთან. ანუ მშობელი რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, ეს როგორც წესი არის 20-25 წუთი, არის კონცენტრირებული მთლიანად ბავშვზე. ის და იმაზე, როგორ თამაშობს ბავშვი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი კი არ არის აქტიური მონაწილე ამ თამაში, არამედ ის მიყვება ბავშვის თამაშს. ანუ ცდილობს, რომ დააკვირდეს, როგორ თამაშობს ბავშვი, რას აკეთებს, როგორი ემოციები აქვს ამ დროს ბავშვს, როგორი ემოციები აქვს მშობელს ამ დროს. მშობლისთვის ეს შეიძლება იყოს ძალიან არასასიამოვნო და მოსაბეზრებელი, ხო, პროცესი და მაშინ ეს არის ზუსტად საფუძველი იმისთვის, რომ დაელაპარაკოს შემდგომში ამაზე, ან იფიქროს ამაზე, რატომ არის ჩემთვის ისეთი აუტანელი ჩემ ბავშვთან თამაში.
ან პირიქით ეს შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო პროცესი. შეიძლება იყოს რაღაც მომენტები, რომელიც მშობლის აღშფოთებას იწვევს ბავშვის თამაშში. რაღაც იწვევს, ხომ არ არის აქ რაღაცა განვითარების დარღვევა, ან რაღაც დაავადების ნიშნები, ან შეფერხების ნიშნები, ხო? ამ შემთხვევაშიც ყურადღებიანი დაკვირვება ეხმარება მშობელს, რომ კარგად დაინახოს რა იწვევს აი ამ შფოთვას, მაგალითად და დაელაპარაკოს მაგაზე პროფესიონალთან უკვე მერე. ეს ხდება ანუ რა თქმა უნდა ყოველთვის არ არის არსებობს რაღაც უკუჩვენებებიც ამისთვის, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითად მშობლის ფსიქიკური არასტაბილურობა, როცა მშობელს უბრალოდ არ აქვს უნარი, რომ აი ამ კონტეინერების ფუნქციის შესრულებას. აი კონტეინერების ფუნქციას რაც შეეხება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მშობლისთვის ბავშვის ადრეულ ასაკში. როდესაც მშობელი ხდება კონტეინერი ყველა ბავშვის ემოციისთვის, გრძნობისთვის, ფიქრებისთვის და ასე შემდეგ. ამისთვის ანუ მიმღებია და შეუძლია დაიკავოს, ასე ვთქვათ, ეს ემოცია. დაიკავოს. შეუძლია გაუკეთოს ამ გრძნობების ვერბალიზაცია, ანუ სიტყვებში გადაიყვანოს და დაუბრუნოს ბავშვს ეს გრძნობები, რომლებიც უკვე არ არის ესეთი საშიში, როგორც არა დამუშავებული, ხო? და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია მშობლის აი სულ პატარაობაში, ხო? როდესაც პატარა ჩვილი ტირის, ხო? და დედა იყვანს ხელში და ეფერება და ჩუმად წყნარად ელაპარაკება და ბავშვი წყნარდება, აი ეს არის ზუსტად ამ კონტეინერების ფუნქციის შესრულება. ხო და როდესაც მშობელს არ შეუძლია, ხო არის სიტუაციები, როდესაც მშობელს არ შეუძლია რომ იყოს კონტეინერი, იმიტომ რომ საკუთარი შინაგანი სამყარო იმდენად დარღვეულია და იმდენად цариელია, რომ იქ აღარ არის ადგილი კიდე ბავშვისთვის, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მშობელს სჭირდება მხარდაჭერა, დახმარება და ბავშვს სჭირდება სხვა მომვლელი რაღაც ეტაპზე, რომელიც შეუძლია რომ შეასრულოს ეს ფუნქცია. ეს შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ბებია, ან ვიღაცა ახლობელი ნათესავი. მაგრამ მშობელს უნდა დედას ამ შემთხვევაში უნდა მიეცას საშუალება, რომ საკუთარი თავი მოაწეს რიგოს და შემდეგ უკვე შეძლოს ბავშვის მოვლას სრულყოფილად. და აი ამ თამაშის დაკვირვების პროცესში ხო მიყურე როგორ თამაშობ, ეს არის მთელი მეთოდი შეიძლება ხო დავარქვათ. ამ პროცესში ძალიან საინტერესოა რას იღებს ამით ბავშვი, რომელსაც მშობელი აკვირდება. თქვენ ახსენეთ, რომ დანახულობის განცდა ხო, რომ ემხედავენ, იმიტომ რომ თამაში, ვიცით, დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან შემეცნებითი პროცესია. ბავშვი შეიმეცნებს სამყაროთ ამ ფორმით, როცა თამაშობს და ამ პროცესში მისთვის ყველაზე ახლობელი მხარდამჭერი ადამიანი ჰყავს, რომელიც ამის მოწმე ხდება. როგორ შეიმეცნებს სამყაროს. ეს რას აძლევს ბავშვს ეს დანახულობის განცდა და ცალკე მშობლისთვის რას ნიშნავს აი ამ პროცესში ჩართულობა, რომ უყუროს თავის შვილს? კი, ანუ ბევრ მშობელს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი ფიქრი, რომ მე ისედაც ვხედავ, როგორ თამაშობს ბავშვი, ხო? ისედაც ვეთამაშები ხანდახან და რა საჭიროა ეს კიდე რაღაც სხვა რატო წარმოადგენთ ამას როგორც სხვა მეთოდს. მაგრამ ეს არის ცოტა სხვა ეს watch my play ხო ტექნიკა. ეს არის პირველ რიგში ეს არის ის 20 ან 15 შეიძლება წუთი,
როდესაც მშობელი მთლიანად არის ბავშვთან ერთად. მშობელს არ აქვს ტელეფონი, ოთახში არ არის ტელევიზორი. მშობელი არ ამოწმებს, რა ვიცი, მეილს. მშობელი ეთამაშება ბავშვს. ხო, აკვირდება ბავშვს. ეს ბავშვისთვის, ეს არ ხდება ხოლმე ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩვენ სულ გვეჩქარება, სულ რაღაცას ვაკეთებთ, სულ რაღაცი და ის მომენტებიც, როცა ვეთამაშებით ბავშვს, როგორც წესი, კიდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობთ, ან სხვა რაღაცას ვაკეთებთ. ეს არის პერიოდი, როცა მშობელი მთლიანად არის ბავშვთან. როცა მშობელი უყურებს, იცით რა შეიძლება შევადაროთ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი არის რაღაც უცხო პლანეტელი, რომელიც სხვა ენაზე ლაპარაკობს და ჩვენი ამოცანა არის გავიგოთ ამის ენა, გავიგოთ რას ფიქრობს და რას აკეთებს, რატომ აკეთებს, ხო, როდესაც იღებს და აჩხუბებს მაგალითად ორ სათამაშოს, რატო აჩხუბებს ამას, ხო? და მშობელი ამ დროს უბრალოდ არ ერევა თამაშში, სანამ ბავშვი არ თხოვს, ხო, და რაღაც როლს არ ანიჭებს, მაგრამ შეიძლება გააკეთოს კომენტარები და ზუსტად დააკომენტაროს ის, რასაც ხედავს, რომ აი მაგალითად მე ვხედავ, რომ შენი თოჯინა, რა ვიცი, შევიდა სახლში, ნუ სიტყვაზე. ხო, ან ამ ძაღლს წყალი უნდა რომ დალიოს. ანუ კომენტარებს აკეთებს უბრალოდ და ეს, აი, ერთი შეხედვით ისეთი მარტივია და შეიძლება ზოგისთვის ცოტა არაბუნებრივათაც მიეჩვეოს, ნუ რატო უნდა ვაკომენტარო, რას აკეთებს. მაგრამ ეს ზუსტად აძლევს ბავშვს განცდას, რომ ის არის ის, რასაც ის აკეთებს, არის მშობლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. რომ ბავშვს შეუძლია, რომ თვითონ შექმნას რაღაცა. არა მიყვეს მშობლის ინსტრუქციას, ხო, როცა მშობელი ეუბნება, აბა ეს რა ფერია, აბა კატა როგორ აკეთებს, ან ძაღლი როგორ აკეთებს, აბა ეს რამდენი ფეხი აქვს, ვიღაცას, ხო, მშობელი სულ არის მასწავლებლის როლში. აი, მშობელი ხსნის ამ დროს ამ მასწავლებლის როლს და პირიქით თვითონ სწავლობს, ხო, როგორი ადამიანი არის, აი ეს პატარა ადამიანი, რომელიც მის გვერდზე იზრდება, ხო? აკვირდება და ზუსტად ამიტომ ორივეს ეს აძლევს განცდას მშობლისთვისაც აძლევს ძალიან ბევრი აღმოჩენა შეიძლება კონდეს მშობელს. მშობელს აძლევს საშუალებას, რომ ცოტა შენელდეს საერთოდ და დააკვირდეს, შეხედოს თავის შვილს. ხო, აღმოაჩინოს რაღაც ახალი ძლიერი მხარეები, ან ახალი სუსტი მხარეები შეიძლება საკუთარ შვილში. და ბავშვს ეს აძლევს ზუსტად იმ განცდას, რომ ის არის მნიშვნელოვანი, მას უსმენენ, მას შეუძლია რაღაცის შექმნა, ხო, კრეატიულობის განვითარება, ცნობის მოყვარეობის განვითარება. ანუ შენ აძლევ ბავშვს საშუალებას, რომ თვითონ გააკეთებ. ბავშვები როგორც წესი არიან ძალიან ცნობის მოყვარეები და ჩვენი დიდაქტიური მიდგომი ძალიან ხშირად ვკლავთ ამას პირიქით და ვაკარგინებთ ამ სურვილს, რომ რაღაცა ნახოს, ხო, იქ არ წახვიდე, ეგ საშიშია, იქ არ შეხვიდე, გაჭუჭყიანდები, ხო? ეს ყველაფერი კლავს ამ ბავშვის კრეატიულობას. კი, ხანდახან რა თქმა უნდა არის სიტუაციები, როცა საჭიროა, რომ შევაჩეროთ, ან არ გაუშვათ, მაგრამ ჩვენი კომფორტის გამო, როგორც წესი, ძალიან ბევრში ვზღუდავ ბავშვს. და აი ეს შეხედე როგორ ვთამაშობ ეს მეთოდი ეხმარება ზუსტად იმაში, რომ რაღაც გარკვეული დროის პერიოდში მაინც, ხო, მოხსნათ აი ყველა ეს შეზღუდვები და ყველა ეს ჩარჩოები. მაგრამ იმავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ერთი და იგივე დროს,
ხო, რომ ეს არ იყოს უბრალოდ აი ეხლა უცებ ვითამაშოთ. არა, ეს როგორც ფსიქოთერაპიულ სესიას აქვს თავისი სეტინგი, ხო? როდესაც პაციენტი მოდის ერთი და იგივე დღეს და ერთ და იგივე დროის განმავლობაში ზის სესიაზე. ზუსტად იგივენაირად უნდა იყოს, ეს შეიძლება იყოს კვირაში ერთხელ, ან შეიძლება იყოს კვირაში 3-ჯერ, ან თუნდაც ყოველდღე სიტუაციიდან გამომდინარე ეს უკვე. მაგრამ აი ეს დროის და ის რომ 20 წუთში ჩვენ ვამთავრებთ, ეს უნდა იყოს გაჟღერებული მშობლის მიმართ. ანუ მშობელმა უნდა მოამზადოს ბავშვი იმისთვის, რომ აი ეხლა რამოდენიმე წუთში ჩვენ უნდა დავამთავროთ. და უნდა მოახერხოს, რომ მართლა დამთავრდეს ეს სესია, ესე ვთქვათ, ზუსტად იმ დროში, რომელიც იყო დათქმული თავიდან გადაწყვეტილება, რასაც იყო. და შემდეგ ისევ განმეორდეს. სათამაშოები, რომლით თამაშობს ამ დროს ბავშვი, კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს რაღაც მექანიკური, ხმაურიანი, ელექტრონული სათამაშოები. ძალიან მარტივი და შეზღუდული რაოდენობის სათამაშოები შეიძლება იყოს. ეს სათამაშოები შეიძლება იყოს ცალკე ყუთში, რომელიც არის ზუსტად ამ თამაშისთვის, ხო? სათამაშო ცხოველები, კუბიკები, ადამიანები, თოჯინები, შეიძლება იყოს რბილი სათამაშო ან რაღაც სათამაშოები, რომელიც ბავშვს ძალიან უყვარს, ხო? შეიძლება იყოს სახატავი მასალები. ანუ ბავშვს ერთი მხრიდან უნდა კონდეს არჩევნის შესაძლებლობა, მეორე მხრიდან ეს არ უნდა იყოს აი ძალიან ბევრი, როცა ბავშვი იბნევა და არ იცის რა გააკეთოს საერთოდ, ხო? ასაკის შესაბამისის, რა თქმა უნდა. საპირისპირო შემთხვევაში რა ხდება, როცა ამას მშობელი ვერ ან არ აკეთებს და არ ხდება, თქვენ რაც ისაუბრეთ, თუ მე სწორად გავიგე, პრინციპში ეს ბავშვს ხელს უწყობს ეხმარება თვითახქმის ჩამოყალიბებაში, ხო, როცა მე მხედავენ, როცა გრძნობ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ვაინტერესებ, ის რას ვაკეთებ, როგორ ვიქცევი და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია ჩემთვის, რომ ესე იგი მე ვარ საკმარისად საინტერესო, მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. უკვე თვითახქმა ყალიბდება, მაგრამ თუ ბავშვი ამას ვერ იღებს და თქვენ ახსენეთ და მაგაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ და საინტერესოც იქნება ჩემი აზრით რომ ვისაუბროთ დღევანდელ აჩქარებული ცხოვრების ტემპში, სადაც აღარც დრო აქვთ მშობლებს, რომ ესეთი რუტინა განახორციელონ და სურვილიც რაღაცა ნელ-ნელა მე მგონი დაკარგულია, ბავშვი ამას ვერ იღებს აი ამ დაინტერესებას. ასეთ შემთხვევაში მომავალი განვითარების პირობებში რა საფრთხეების წინაშე შეიძლება რომ დადგეს ბავშვი? ანუ ეგ არის, რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალური, ხო? ვიღაცა შეიძლება გაიზარდოს მაინც და ჩამოყალიბდეს წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად. ვიღაცა შეიძლება რაღაც განვითარების სტადიაში გაიჭედოს და გამოჩნდეს სირთულეები, რომლებიც მერე მოიყვანენ თერაპიაში ბავშვს, ხო? ეგ ყოველთვის ეგრეა და ასევე ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობს იდეალური მშობელი. და არც უნდა არსებობდეს, ხო? ყველა მშობელი უშვებს შეცდომებს, ყველა მშობელი გადის თავის გზას, როგორც ცალკე პიროვნება, ხო? იმიტომ რომ მას აქვს თავისი ცხოვრება, ხო? თავისი ემოციები, თავისი ცხოვრების პერიოდი, როდესაც დაიბადა ეს ბავშვი და ეს ყველაფერი ზუსტად ქმნის იმ ურთიერთობას, რომელიც ყალიბდება. არის ესეთი ძალიან ერთი ფსიქოლოგის გამოდადგამი, რომ არ არსებობს ორი ბავშვი, რომელიც ერთი და იგივე მშობლებით. ანუ ძმების ან დაძმების შემთხვევაში, ხო? ყოველი ბავშვი სხვა ისტორია და როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვისთვის, ხო? ეს მშობლები უკვე სხვა ეტაპზე თავის ცხოვრების და შესაბამისად სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ბავშვის მიმართაც.
ხშირად არის ძალიან, როდესაც აი მშობელი არის ძალიან მომთხოვნი და ძალიან ორიენტირებული იმაზე, რომ კარგი შვილი გაზარდო და იყოს იდეალური მშობელი და ყველაფერი მიისცეს საკუთარ შვილს და ყველაფერი მაქსიმალურად განვითარდეს და მაქსიმალურად წარმატებული იყოს. აი ზუსტად ამ რბოლში ხო წარმატებისთვის იკარგება ბავშვი თვითონ, ხო? ანუ მშობელი კარგავს იმას, რაც ჭირდება ბავშვს და აი ეგ არის, რაც შეგვიძლია მივიღოთ აი ამ მეთოდით, ხო, როდესაც მშობელი ბრუნდება შვილთან და უყურებს შვილს როგორც ცალკე პიროვნებას და ფიქრობს იმაზე და რა სჭირდება. სჭირდება ეს 5 წრე და 7 ძიძა თუ და მილიონი რაღაც სათამაშო. თუ სჭირდება უფრო მეტი უბრალოდ მშობლის ყურადღება და მშობელთან ერთად გატარებული დრო. იცით რა მაინტერესებს თქვენ როგორც ახსენეთ ამ ტექნიკაში ამყვანი როლი ალბათ შეიძლება ასე ვთქვათ დაკვირვების პროცესს ენიჭება ხო მშობელი აკვირდება სწავლობს და ეცნობა საკუთარ შვილს მაგრამ ასევე ვისაუბრეთ იმაზეც რომ მშობლებს აქვთ ხოლმე მოთხოვნილება გაკონტროლების მაქსიმალურად იმ ყველაზე თავისუფალი და კრეატიული პროცესისაც კი რაც არის თამაში და არა მარტო თამაში ახლა რაზეც საუბრობდით ეს ამდენ წრეზე სიარული ძიძები დღის დაგეგმვა ისე როგორც მშობელს მიაჩნია სწორად სადაც შეიძლება არსებობდეს თავად ბავშვის უგულებელყოფის საფრთხეც ხო რომ ბავშვის სურვილი არ იყოს გათვალისწინებული, თორემ გასაგებია რომ მშობელს აქვს ძალიან კეთილი ზრახვები, როცა უნდა რომ მისმა შვილმა ბევრი ისწავლოს, ბევრი იცოდეს და რაღაც ახალი გამოცდილებები მიიღოს. ამ ასეთი ტიპის მშობლებს რატო სვამ ამ შეკითხვას ვეცდები რომ ახსნა. ასეთი ტიპის მშობლებს მე წარმომიდგენია რომ ალბათ მეტად გაუჭირდებათ ეს პროცესი დაკვირვების ისე რომ არ ჩაერიო იყო ნეიტრალური დამკვირვებელი ხო და ზუსტად ეგეთი მშობლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს რომ აითვისონ იმიტომ რომ ზუსტად ეს დაეხმარება იმაში რომ აი განთავისუფლდეს აი ამ ზედმეტი კონტროლისგან და ზედმეტი გადაწყვეტილების მიღებისგან, ხო, რა უნდა ჩემ შვილს, ხო? და ამ შემთხვევაში მშობელს სჭირდება გარკვეული პერიოდის ტრენინგისავით რაღაც თერაპევტთან, ანუ ეს შეიძლება იყოს თავიდან თერაპიულ სივრცეში, თამაში, სამივე ერთად, ხო, მშობელი, დედა და თერაპევტი. და შემდგომში თერაპევტთან ცალკე შეხვედრა და გარჩევა ამ სესიის და იმის რა შეიძლება შეიცვალოს. ეს ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ხშირად არის მშობლებს რომ მოყავს თერაპიაზე პატარა ბავშვები 5 წლამდე. ამ ასაკში პირველ რამოდენიმე სესიაზე ბავშვი ვერ რჩება როგორც წესი მარტო და მშობელთან ერთად მშობელი ესწრება სესიას და აი ძალიან კარგად ჩანს მშობელი რომელიც სულ ერევა თერაპიულ სესიაშიც ხო არა აი ეს აჩვენე აი ნახე იქ როგორ არის შენ ხო იცი ეს რა არის რატო არეუბნები ანუ მუდმივად ცდილობს რომ გააკონტროლოს შვილი და აჩვენოს რომ აი მე რა კარგი შვილი მყავს და რამდენი რამე იცის. იმის მაგევრად რომ უბრალოდ შეხედოს და მისცეს ბავშვს საშუალება რომ თვითონ გამოხატოს ის რაც შიგნით აქვს. და ზუსტად აი ამ თავისუფალ თამაშში ბავშვს შეუძლია რომ გამოხატოს თავისი შინაგანი შფოთვები, შინაგანი შიშები, ფიქრები და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ თერაპიაში, როგორც თერაპევტები ბავშვთან, ჩვენც ვთამაშობთ, ხო? ჩვენც დაახლოებით იგივე ტექნიკით სარგებლობთ
მაგრამ ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ბექგრაუნდი და უფრო კარგად გვესმის და უფრო კარგად ვმართავთ ამ პროცესს. მაგრამ ეს არის, რაც შეუძლია ნებისმიერ მშობელს შეუძლია რომ გააკეთოს, რომ უბრალოდ თვითონ დააკვირდეს და დაეხმაროს ბავშვს თავის განვითარებაში. და ალბათ ერთს დავამატებ და მაინტერესებს რამდენად მართებულია ჩემი შეფასება. არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ესეთი რაღაც სიტუაცია წარმოვიდგინე, როცა მაგალითად მშობელი ცდილობს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ იცის რომ ეს კარგი იქნება თუ ასე გაკეთდება, აკვირდება თავის შვილს, მაგრამ აი თქვენ რაზეც ისაუბრეთ რაღაც სხვადასხვა რიგი პრობლემის თუ რაღაც საკითხის გამო არ არის მაინც იქ. შეიძლება იქ არის ფიზიკურად, მაგრამ მისი გონება არის მოცული 1000 მილიონი სხვა პრობლემით და დღეს არ არის რთული პრობლემის მოძიება, ყველას რაღაც გვაქვს საფიქრალი და რეალურად ემოციურად ჩართული ამ პროცესში არ არის. ასეთ დროს ბავშვი როგორც ყველაზე სენსიტიური ალბათ გრძნობიარე არსება, ზუსტად გრძნობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თითქოს ყველაფერი არის ნორმალურად. მას მაინც არ ხედავენ ასეთ დროს და ეს ძალიან ხშირად ხდება ისედაც ხო ყოველდღიურობაში, როდესაც მშობელი ყველაფერს აკეთებს, ბავშვი არის სუფთა, პამპერსი გამოცვლილი, რა ვიცი, ნაჭამი, სასეირნოდ წაყვანილი, მაგრამ აი ეს შინაგანი ბმა არ არის, იმიტომ რომ მშობელს არ შეუძლია, არც ძალია, ხო, არ აქვს შინაგანი სივრცე იმისთვის, რომ მიიღოს ეს ბავშვი, იქ საკუთარი შვილი. და ზუსტად ეს არის პრობლემა და ზუსტად ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სჭირდება მშობელს დახმარება სპეციალისტის. და შეიძლება სპეციალისტმა უკვე ურჩიოს, ხო, აი ეგეთი ტიპის მუშაობა და ეს იქნება ახალი და საინტერესო გამოცდილება იგივე მშობლისთვისაც, ხო, რომ უცებ დაინახავს, რომ ეგრეთ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობისგან სიამოვნებად შეიძლება რომ მივიღო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იყოს სიამოვნება ამ ურთიერთობისგან და არა მხოლოდ სავალდებულო რაღაცეების გაკეთება. და როგორ ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა, როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა მაგათ, აი მიმართოს სპეციალისტს, ხო ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ გამოსავალზე, რომ საუკეთესო გზა არის რომ მიმართოს სპეციალისტს და მხარდაჭერა მიიღოს ამ პროცესში. თვითონმა შვილთან კომუნიკაციის პროცესში, მაგრამ როგორ უნდა ამოიცნოს, ხო, რომ მას არ აქვს ღრმა ემოციური კავშირი საკუთარ შვილთან. ჯერ ერთი როგორც წესი, მშობელი თვითონ ამას გრძნობს, ასე თუ ისე, როცა ბავშვი და ამას გრძნობს ასევე ბავშვი და ეს როგორც წესი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, ხო, უმართავი ხდება, ანუ ბავშვი რაღაც თავისი არავერბალური გზებით გამოხატავს იმას, რომ არაკომფორტულად არის, რომ მას აქვს პრობლემა. მშობელი შეიძლება მოვიდეს თერაპევტთან ზუსტად ამ ჩივილებით, რომ იცით რა, ჩემი შვილი ძალიან არ მიჯერებს და ძალიან ცუდად იქცევა და სულ ცდილობს, რომ გამომიყვანოს მდგომარეობიდან, ხო? მაგრამ აი უკვე საუბრის პროცესში და თერაპიის პროცესში გამოჩნდება ხოლმე ზუსტად ის, რომ მშობელს არ აქვს უნარი, რომ მიიღოს შვილი და აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა საერთოდ მშობელთან საჭიროა მუშაობა და არა ბავშვთან. და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე თავდაცვა მშობლის ასეთ დროს მე რამდენადაც წავწყდომი ვარ ამას ყოველდღიურობაში არის ხოლმე ზუსტად თქვენც ახსენეთ მატერიალურად თითქოს ერთი შეხედვით რომ ყველაფერს უკეთებს შვილს ყველაფერი უზრუნველყოფილია ბავშვის და არანაირ დანაკლის ბავშვი არ განიცდის ეს სინამდვილეში ყოველთვის
ალბათ მშობლის თავდაცვაა ხოლმე, რომ აი ეს დანაკლისი რაღაცით დააკომპენსიროს ხელოვნურად და ცოტა თავის მოტყუება გამოდის რეალურად. კი, რა თქმა უნდა, ეს გამოდის თავის მოტყუება და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს თვითონ ბავშვზე, იმიტომ რომ ბავშვიც ხდება ამითი манипуляტორი და ბავშვიც იღებს ან სიყვარულის გამოხატვა, ბავშვისთვის ხდება მხოლოდ მატერიალური რაღაც სარგებელი, ხო? და ამის გარეშე, ანუ ეს ემოციური განვითარება აქ უკვე დარღვეულია. და დარღვეულია ზუსტად იმიტომ, რომ მშობელი ეს რაღაც ქრთამივით არის, ხო? აი მე სიყვარული არ მაქვს, მაგრამ აი ამას გიყიდი, იმას გიყიდი, იმას გიყიდი და შესყიდვის მომენტია. ხო, და აქ ხშირად არის ძალიან რთული და შორს წასული დარღვეული ურთიერთობა მშობლის და ბავშვის შორის კი. და ქალბატონ დინა, 1-2 სიტყვა თქვათ ასევე ჩვილთან ურთიერთობის პროცესზე და ცალკე კიდე მშობლისა და შვილის კომუნიკაცია ჩვილი ბავშვის ამ შემთხვევაში და კიდევ როგორც გავიგე, ცალკე როცა სპეციალისტია ჩართული ამ პროცესში და აკვირდება ამ ურთიერთობას. ჩვილზე დაკვირვება არის ეგეთი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ეხლა დღესდღეობით უკვე გამოიყენება როგორც ფსიქოანალიტიკური ტრეინინგის ნაწილი, როგორც ბავშვთა თერაპევტებისთვის, ასევე ზრდასრულობრივი თერაპევტებისთვის და რომელიც წარმოადგენს იმას, რომ მომავალი თერაპევტი ხომ მოდის დაახლოებით 2 წლის განმავლობაში 0-დან 2 წლამდე მოდის ოჯახში, სადაც არის პატარა ახალდაბადებული ბავშვი და კვირაში ერთხელ 1 საათის განმავლობაში უბრალოდ აკვირდება ბავშვს ამ სახლის პირობებში. იმას როგორ ურთიერთობს დედასთან, ანუ უბრალოდ აი მე მოვდივარ თქვენთან, თქვენ აკეთებთ თქვენ საქმეებს, ხო? თან ბავშვს სუვლით, თან შეიძლება საჭმელს აკეთებთ და ეს თერაპევტი ზის 1 საათის განმავლობაში მირედგება და მიდის. ესეთი ცოტა უცნაური ჩანს, ხო, პირველი შეხედვით, მაგრამ აქაც პრინციპში ეს იგივე პრინციპებზე არის დაფუძნებული, ხო? აქაც ჩვენ ვაძლევთ სივრცეს, სადაც აი ეს წყვილი დედა და შვილი არის მნიშვნელოვანი. და ეს აძლევს არა მხოლოდ, თერაპევტს რასაკვირველია, ეს აძლევს იმას, რომ ის აკვირდება ბავშვის ყველა განვითარების ეტაპს, ხო, ისე ვთქვათ, ლაიფში აკვირდება და არა თეორიაში. და მერე აკეთებს ჩანაწერებს, მერე აკეთებს სუპერვიზიას, მერე საუბრობს ამასთან თავის სუპერვიზორთან, ხო, იმაზე რაც მოხდა ამ 1 საათის განმავლობაში. ეს ძალიან ბევრს აძლევს, როგორც საკუთარი ფსიქოანალიტიკური აზროვნებისთვის, ბავშვის განვითარების დაკვირვებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ამ წვილსაც ეს აძლევს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომელიც მოდის და მიყურებს 1 საათის განმავლობაში, როგორ ვუვლი მე ჩემს შვილს, ხო, რას აკეთებს ჩემი შვილი. და ესეც აძლევს ეხმარება დედას იმაში, რომ ხანდახან სხვანაირად შეხედოს აქაც საკუთარ შვილს, ხო? მიიღოს ის, რომ ბავშვი მნიშვნელოვანია და მაგაზე დაკვირვება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ჩემთვის და მისთვისაც. ანუ დედები, რომლებიც დათანხმდნენ აი ამ პროცესზე, ამბობენ, რომ ძალიან ბევრი რამე მომცა მე აი ეს 2 წელი, როდესაც მოდიოდა თერაპევტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თერაპევტი არ აძლევს რჩევებს, არ ასწავლის არაფერს, არანაირად, ხო? მაგრამ
ის რომ ადამიანი მოდის და მაკვირდება როგორ ვაღალიბებ მე ურთიერთობას ბავშვთან მეხმარება ზუსტად იმაში რომ უფრო ჯანსაღი და უფრო კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბო. და ეს იწყება მართლა დაბადების წამიდანვე ეს ურთიერთობა, რომელიც ორივეზე გავლენას ახდენს. ეს ურთიერთობა იწყება დაბადების წამიდანვე. და ვითარდება, როგორც ვთქვით, მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ჩვილობის ასაკი არის კიდე განსაკუთრებული იმითი, რომ აი დონალდ ვინიკოტი იყო ესეთი ძალიან დიდი ფსიქოანალიტიკოსი ბავშვთა და ვინიკოტი ამბობდა, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორც ჩვილი. არსებობს მხოლოდ ჩვილი და დედა. აი ეს წყვილი აყალიბებს ზუსტად ეს წყვილი და ეს დედის და ჩვილის ბმა აყალიბებს ბავშვის მომავალ შინაგან სამყაროს. და როდესაც დედას შეუძლია რომ დაინახოს ბავშვის მოთხოვნები, დაეხმაროს იქ, სადაც სჭირდება, ხო, მაგრამ ხანდახან მისცეს ცოტა ფრუსტრაციის საშუალებაც, ხო, ცოტა ესეც აძლიერებს ბავშვს და ეხმარება მის ჯანსაღად ჩამოყალიბებას, ხო? ეს არის ის, რასაც ვინიკოტი იძახდა, საკმარისად კარგი დედა. ანუ არა იდეალური დედა, საკმარისად კარგი დედა, რომელიც აძლევს ბავშვს ზუსტად იმდენს, რამდენიც ბავშვს სჭირდება და არა ზედმეტს და არც ნაკლებს. აჰა. და ეს საბოლოო ჯამში დაკვირვების პროცესი, რასაც აი ბავშვი სწავლობს, ამ როლში ყოფნას, როგორც ადამიანი, რომელსაც აკვირდებიან, მერე ალბათ თავად აქცევს დამკვირვებლად ეს პროცესი. რომ დააკვირდეს, აი მაგალითად ზრდასრულთა ფსიქოთერაპიაში, ხო, ჩვენ ხო ვცდილობთ ადამიანებს დავახმაროთ იმაში, რას ვაკეთებთ, რომ დააკვირდი შენს ემოციას, ჩვენ სულ მოთხოვნილება ხო გვაქვს ხოლმე, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს, თავს ვურძნობ, ეს უნდა აღმოფხვრა, მაგრამ ამ დროს ინამდვილად შეიძლება მთავარი გასაღები იმაში იყოს, რომ უბრალოდ დავაკვირდე, რას ვურძნობ და ეს დავინახო, ვაღიარო და აი დავიჭირო. რასაც აი ამ პროცესში დედა უკეთებს შვილს, რომ მე ხედავ, აღვიქვამ და შემიძლია რომ მე შენთან ერთად დავიჭირო ეს შენი ემოციები. რეალურად ამაში დაეხმარება ბავშვს, რომ თავად შეძლოს მერე საკუთარ ემოციებთან ასე გამკლავება. რა თქმა უნდა, საკუთარი ემოციების გაცნობიერება, საკუთარი ემოციების დამუშავება, საკუთარი ემოციების ვერბალიზაციაც, ხო, ეს ყველაფერი, რასაც ეხმარება ბავშვს მომავალში, რომ არეგულიროს საკუთარი ემოციური მდგომარეობა. და ეს ამაში დედის როლი არის ძალიან დიდი. აი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნამდვილად, ხო. უღრმესი მადლობა ქალბატონო დინა მოსვლისთვის და ნამდვილად ძალიან საჭირო თემაზე საუბრისთვის. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენს და კარგად.